ახალი კარტოფილი კარგად გავრეცხე, გავასუფთავე, მოვხარშე, აი ასე მერე ამოვლესე. ამას დავამატე მარილი, პილპილი, ქონდა. ვაკეთო კარტოფილიანი ღვეზელი. ეს არის ერთი შიგთავსი. მეორე მაქვს აგერ აქ კარტოფილი და კველი გავხეხავ ყველს ერთმანეთში აურევ და მეორე იქნება ასეთი. ნახოთ აბა საბოლოოდ რა გამოგვივა. კარგად აურევ ერთმანეთში. ცომი მზად მაქვს, უბრალოდ ჩვეულებრივი პურის ცომი ვიყიდე. ჩვენთან საცხობი არის ჩემს სახლთან ახლოს და გამოვიტანე იქიდან ცომი და იმით მინდა რომ გავაკეთო. ესეც ჩემი ცომი, მაცივარში მქონდა, ახლა გამოვიღებ, კიდევ გადავზელ ფქვილით. ცოტა ფქვილს შევაძელ, ცოტას დავასვენებ და შემდეგ დავჭრი სასურველ ზომებზე, რომ გავაკეთოთ ჩვენი ღვეზელები. აი ასე გამოიყურება ამ ეტაპზე ჩემი ცომი. ამას დავჭრი რა თქმა უნდა რაღაც გარკვეულ ზომებზე, რომ ხელა მინდა დაახლოებით რომ გავაკეთო ღვეზელი. აი ასე. შემდეგ ამას გავაბრტყელებ ამით და უკვე მიცემ სასურველ ფორმას და გამოვაცხობ. აი ასე ძალიან თხლად გავაბრტყელე. არ მეყვარს, როდესაც სქელია ცომი. ამაში ჩავდებ ახლა უკვე სასურველი რაოდენობის კარტოფილს. ასე ცოტა ძნელი ერთი ხელით გადაღება და ერთი ხელით გაკეთება, მაგრამ გაჩვენებთ მაინც რაღაცნაირად. ხო, შემდეგ ამას გადავახვევ და გამზადებულსაც გაჩვენებთ როგორი იქნება. ასე გადავახვიე და ახლა შემოვჭრი. აი ასე შემოვჭრი გვერდებს და ამას ფორმას მივცე. აი ესეთი ფორმის ღვეზელი გვექნება. არ მეყვარს ძალიან ესეთი განიერი, უშნოდ მოფრტყელებული, რა ვიცი, გემოვნების ამბავია, ყველას თავისი, ყველა დიასახლის აქვს თავისი ხრიკები და ის რაც თავის ოჯახის წევრებს მოსწონთ და უნდათ. აი ასე ჩემი ღვეზელი ასე გამოიყურება. ეს უკვე გამოცხება, აღარ შეეტყობა ესე. ამას ახლა გამოვაცხობ აი კახურ ზეთში. ჩავასხი ზეთი. საკმაოდ ბევრი და ახლა ამაში ჩავალაგებ ჩემს ღვეზელებს და გამოვაცხობ, კარგად დავაწითლებ ყველა მხრიდან. აი ასე. ცოტა დავუწიოთ. ძალიან ძლიერი ცეცხლიც არ უნდა რომ არ დაგვეწვას უცებ. აი ასე გამზადდება და გაჩვენებთ შედეგსაც. მინდა გითხრათ რომ ცომს თუ კი სახლში მოამზადებთ და ზეთით მოამზადებთ, ანუ ზეთსაც დაამატებთ, უფრო ცოტა ზეთში იწოვს შეწვის დროს. მე ახლა ვჩქარობდი, მე თვითონ არ გამიკეთებია ცომი, ნაყიდი ცომი არის, ანუ პურის ჩვეულებრივი პურის ცომით ვაკეთებ. ნახოთ როგორი გამოვა. აი ნახეთ როგორ დაიბრაწყა ჩვენი ღვეზელები. სულ ცოტაც და უკვე მზად იქნება. ესეც ჩვენი ღვეზელი უკვე გამომცხვარი, აი ესეთი გემრიელად გამოიყურება, საკმაოდ დიდები არის. თხელი უნდაზესი ცომით. ახლა გავაგრძელებ დანარჩენის გამოცხობას, გემშვიდობებით, მადლობა ვინც ბოლომდე მიყურა, გამოიწერეთ ჩემი არხი, დროებით წარმატებული დღე ყველას.